ჯო ვილსონის ახალი ინიციატივა ქართული ოცნების წინააღმდეგ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ქართული კოშმარის არაღიარების შესწორების წინადადება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯო ვილსონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და მის ნებისმიერ ორგანოს ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას უკრძალავს. აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი მეგობარი აქტის კანონ პროექტის ავტორია, თუმცა როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა 11 სექტემბერს ჰელსინკის კომისიაში განაცხადა, სენატმა არ მიიღო და არ მიიღებს მეგობარი აქტს. ამასთან გუშინ ჯო ვილსონთან შეხვედრა ამერიკაში ვიზიტით მყოფმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამართეს. ვილსონის ახალ ინიციატივას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ივანიშვილის კოშმარის, ქართული კოშმარის არაღიარების დებულების შეტანა ამ აქტში ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში და დასავლეთში საერთოდ არასოდეს არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს, ამიტომ ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ ამ ლეგიტიმურობის კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს, ამ ჩიხიდან გეოპოლიტიკურიდან ქვეყანა გამოვიდეს, არის ამ სისტემის დემონტაჟი, იმიტომ რომ ივანიშვილის პირობებში ეს სისტემა არასოდეს არ იქნება ლეგიტიმურად აღიარებული არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს დასავლურ ქვეყნების გულისხმობ და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს მიერ დაპირება, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდებოდა, აღმოჩნდა ისეთივე მეგად ტყვილი, როგორც ტყილსაც წარმოადგენს 10 წლების განმავლობაში ქართული ოცნების ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმი. ჩვენი პოზიცია იყო და არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ბოროტმოქმედი რეჟიმის სხვადასხვა წევრები, ყველა ასეთი პირი უნდა დასანქცირდეს. ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, ახალი წინადადებები, ახალი მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ სნონ და ასე შემდეგ, არის მიმართული ერთი მთავარი მიზნისაკენ. საქართველოში უნდა მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს წაათრევს ომისაკენ. ჯო ვილსონს აქვს ერთი აზრი და ერთი მიზანი. რომ აი ამ ნაცმოძრაობას დაეხმაროს იმაში, რომ როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში. წელზე მეტია, რაც მეგობარი აქტი ეგრეთ წოდებული, მტრული აქტი, ასე ვთქვათ, ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და ბოლოს ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ასე ვთქვათ, მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, ახლა რაღაც ახალი იდეა მოვიდა, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გამომუშავებული იქნას ის დაფინანსება მილიონიანი კონტრაქტი. ასე რომ ერთადერთი მიზანი აქვს საინფორმაციო ხმაური და თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. ხედავთ კონგრესმენ ვილსონს.